თუ გინდა რომ აქედან რამდენიმე თვეში, დაჟე ერთ თვეში, შეიძლება უფრო ნაკლებშიც რა, შენი მდგომარეობა საგრძნობლად, საგრძნობლად გაუმჯობესდეს, ყოველთვის გონებაში გქონდეს შემდეგი რაღაცა. რაშიც შენს დროს ან ფულს მიმართავ, გააკვირდი, ემსახურება თუ არა ორ რაღაცას, ან გაძლევს უფრო მეტ ფულს, ან გითავისუფლებს უფრო მეტ დროს. თუ არც ეს, არც მეორეს არ აკეთებს, ჩათვალე რომ შენს დროს, შენს ფულს წყალში ხდი რა. მაგალითად, შეიძლება ფულით იყიდო რაღაცა ტექნიკა, ეს თუ არის PlayStation-ი მაგალითად, რითიც თამაშობ. ნახე, არც დროს გითავისუფლებს, არც ფული მოაქვს. ნუ არ ვიცი რაღაცა შეიძლება ვიღაცა რაღაცით ფულს აკეთებს, მაგრამ მიხვდი ხო რას გულისხმობ. მაგრამ იგივე ფულით რო იყიდო, მაგალითად, სად არის ეს რაღაცა რობოტი მტვერსასრუტი. ნახე, იმ დროს რაც სახლის მოწმენდაში, იატაკის მოგუაში ან მოსუფთავებაში უნდა დაგეხარჯა, აღარ ხარჯავ, ანუ დროს გითავისუფლებს. კიდე ერთი რაღაცა, ნახე, შეიძლება ახლა ფული რო დაზოგო, მინიმუმ უნდა გქონდეს. ან თუ არ გაქვს ვერ დაზოგავ. მაგრამ დრო ხო გაქვს. ეს დრო რომ უფრო ყოველ ჯერზე უფრო ძვირად გაყიდა, ძალიან მარტივ რაღაცას გასწავლე. რუტინულ საქმეებს ახლა ყველა ვერ ავწდებით, ხო? თუნდაც ჭურჭელს რეცხავდე დღეში 9 საათი. ნახე, კიდო გაყიდვა. 9 საათს იხდი, რაში? სუფთა ჭურჭელში. ანუ 9 საათი დახარჯე და შედეგად მიიღე სუფთა ჭურჭელი. საკმარისია რომ ამ 9 საათში პარალელურად აუდიო წიგნი ჩართო, ტრენინგი ჩართო, ლექცია ჩართო, რაც ცოდნას გაძლევს, ისეც რაც ცხოვრებაში წინ წაგწევს, ჩათვალე რომ ამ დროში, ამ 9 საათში სუფთა ჭურჭელიც იყიდე და ცოდნაც იყიდე. ნახე, იგივე დახარჯე, ფული რო იყოს, მაგალითად 100 ლარი რო იყოს, 100 ლარს იხდიდე ცოდნაში და სუფთა ჭურჭელში. ან მხოლოდ სუფთა ჭურჭელში, რომელს აირჩევ მეორეს, ხო? დროც ეგრე დახარჯე. მაგაგებით, ერთ-ერთი გარგება რომ დრო ფულია, შეიძლება ეგ იყოს. იმისთვის რომ შენი დრო მართლა ფული იყოს, ზუსტად უნდა გესმოდეს, რომ ფული შემოდის ერთადერთ ვარიანტში, შენამდე ფული მოდის ერთადერთ ვარიანტში. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესი გააქვს, არ გააქვს, შენ თვითონ ხარ ბიზნესი, რომელიც როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი დაინტერესებულია თავისი რესურსების, თავისი პროდუქტების ყოველ ჯერზე უფრო ეფექტურად გაყიდვაში. რომც არ მუშაობდი არსად, ბიზნესიც რო არ გქონდეს, შენ მაინც ბიზნესი ხარ, რატო? იმიტომ რომ ის რესურსები, რაც გააქვს, დრო, ენერგია, გონიერება და ასე შემდეგ, ეს რესურსები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მომგებიანად უნდა გაყიდო. გაყიდო, ანუ გაცვალო ისეთ რაღაცაში, რაც ზეც რო დაფიქრდები, იტყოდი რომ ბიჭო, ეს დრო ამად ღირდა. ეხლა როცა დროის დეფიციტი იდეაში დიდად არ გვაქვს, წარმოვიდგინე რომ 190 წლის ხარ და კვდები რა. წარმოვიდგინე რა ფასი ექნებოდა 10 წუთს შენს საყვარელ ოჯახის წევრებთან რო ჩახუტებოდი. ნახე, იქ რო ხარ, ამაც სულ სხვა ფასი აქვს. მაგრამ როცა 25 წლის ხარ, 30-ის ხარ, 35-ის ხარ, ეს 10 წუთი არაფერი არ არის. სკროლავ, თამაშობ, მესიჯობ, რაღაცა უაზრო ვიდეოებს კვტენიან, ხო ხტები ეს ინფორმაციული ნაკადი არ ჩერდება იმდენად დიდი. ამიტომ მაინც ხوان ვკვდებოდე რომ დააფასო. მაინც სადღაც მემაში ღაზაში ხო არ უნდა იყო, რომ თქვა რომ ახლა ნეტა კიდე 1 წუთით ჩამახუტებინა ოჯახის წევრებს. იქ ხო სხვა ფასი ექნებოდა ამ 1 წუთს. ისედაც ეგ ფასი აქვს შენს ამ 1 წუთს, ამიტომ გამოიყენე რაც შეიძლება მაქსიმალურად, ანუ ძალიან ეფექტურად ხო ხტები. ეხლა 4-5 წუთი ამ ვიდეოს რო უყურებ, ნახე როგორ შეხედე. ეს 5 წუთი რო გადავიხადე, ბიჭო, ღირდა ამ ტიპის ყურება. თუ ღირდა, სწორად გაგიყიდია. ეს 5 წუთი რო მაგალითად მანქანის დრიფტაობები გეყურებინა, რა მოგცა? არაფერი ვიღაცა ტიპმა აბღუილა მანქანა. მე არაფერი არ მოგცა, ხო? ამიტომ ესე შეხედე. ყოველ თუ გინდა რომ ფული დაზოგო, უნდა იცოდე რომ დრო დაზოგო. დრო რო დაზოგო, ეფექტურად უნდა გამოიყენო. თუ რას იზამ რა, არ იზამ არაფერზე დრო აღარ გავა, ეს დრო ისედაც გადის. და ზოგადად მიზნად დაისახე, რომ ისეთი შემოსავლის წყარო გქონდეს, სადაც მე ვერ ვამუღამებ იმ ტიპებს. ყავას თუ დაზოგავ ყოველ დღე 1 წლის თავზე მიიღებ რაღაცა 500 ლარით მეტი გექნება. ისეთი მიზანი დაისახე, რომ
ყავაში დაზოგვა არ გინდოდეს პირიქით 30 ლარი რო ღირდეს ყავა კონდეს იმის ფუფუნება რომ ადგე და მეგობართან ერთად ყავა დალიო რატომაც არა იმიტომ რა ყავაზე რაზე უნდა დაზოგვო ახლა რა ყავას რომ 100 ლიტროს ხوارს რომ დღეში რომ ამისმა დანაზოგმა რაღაცა ცხოვრება შეგიცვალოს მაგრამ იმ დროის დაზოგვა რომელიც და იქეთ მიმართვა რომელიც ჩვენს გაუმჯობესებას წინსვლას და შენი მიზნებისკენ სვლას ემსახურება ნამდვილად ღირს დამიჯერე რა დასხე დრო გადის არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი ადამიანი რომელიც არ არის ყიდვა გაყიდვით დაკავებული მილიონი პროფესია შეიძლება ქონდეს ახლა დღეს აღარ იმას ვიზამე ხო თავს ქრინავ და ესეთ რევიუს ხوار გაუკეთებ აი ისწავლე ეს პროფესია და ისწავლე ის პროფესია და ეს პროფესია რაც არ უნდა იცოდე ამ ყველაფერს ჭირდება გაყიდვა არ არსებობს ცოცხალი არსება რომელიც ყიდვა გაყიდვაში არ არის ჩართული და პირველ რიგში რაც უნდა ისწავლო იმის გაყიდვა რაც უკვე გააქვს თუ იმას ვერ ყიდი რაც უკვე გააქვს რაც აწიკ ექნება იმას რანაირად გაყიდი იმას სხვა სირთულეები აქვს ეგ შორიდან ჩანს რომ აი ეს ტიპი რაღაცას აკეთებს ეს იცის და რაღაცა ფულს აკეთებს ვინც ვერ აკეთებს იმას არ იცნობ პროსტა მარტო იმას იცნობ ვინც ფულს აკეთებს და სანამ შენს რაღაცა ახალს ისწავლე ახალ პროფესიას რომ აი ის მე სხვა კონკურენცია იგივე ეხება ხშირად მეუბნებიან რომ აი შენი კურსები რომ ინგლისურ ენაზე გაინგლისურო და დიდი ბაზარია გავიგე მაგრამ ქართული ნიშა არის ჯერ როგორი ასათვისებელი იცი კატასტროფულად მაგრად მანუ ეგ ჩემთვის ძალიან კაია რომ გაყიდვების ნიშაში რაღაცა ცოტა განსხვავებულად ვუყურებ ამ პროცესებს მარტივს გეტყვი რას გულისხმობ განსხვავებულად ყურებაში და ზოგადად ჩემი პროფესიის ირგვლივ ყოველთვის მიჭირავს თვალი რა ხდება მინდა შვება და ასე შემდეგ რა და ამასინათ ერთ-ერთი სასწავლებელი აცხადებდა გაყიდვების რაღაცა პროფესიონალურ კურსს რა და დავრეგისტრირდი ჩისტა იმიტომ რომ თან ვნახო ვინ ტიპები არიან გაყიდვას უმასწავლი ხოლმე ვნახო შენ თვითონ როგორ ყიდი და რაღაცა ვიდეო ზარი რომ ჩაინიშნა ველოდე და მე მომწერა რომ იცი რა ესა და ესო ჯერო ვერ ახერხებსო და ცოტაც დაიცადეო აი დავიცადე ცოტაც გავიდა დრო მეთქი ანუ ახერხებთ თუ ვერ ახერხებთ ჯერ გაგასაუბრება უნდა ყიდი იმიტომ ყიდი რომ გინდა რომ ტიპმა თავის დრო გადაგიცვალოს ფულში გასაგებია ხო აი ცოტაც და ველოდე და ბოლოს დღეს ვაღარ გამოდისო ხვალ პირდაპირ დაგირეკავს აი მე გავიდა მეორე დღე კაცშულს არ დაურეკავს კითხე მეთქი რა აშვებით აი ალბათ ესე ნახე დააკვირდი გავიდა რამდენიმე თვე და ვხედავ რომ ამ ტიპებს კიდე აქვთ გაყიდვების კურსი დაანონსებული რა და ეგრევე მეთქი დავრეკე აბა რა ღირს აი ამდენი ღირს და მეთქი ვისწავლი მინიმუმ იმას რომ დრო ფულია რა თქმა უნდა და დრო ისეთი ფულია და ეს და ის და ჩვენს ესე ვუყურებთ და რაღაცა და ანუ მეთქი მე გადახდილი მაქვს უკვე და აი ვნახავ ჩარიცხვებში რას ნახავ მეთქი საუბარში გითხარი რომ წინაზე 2 დღე მეთქი მიმაბი ტელეფონთან დამსვი გიჟივით ადრე ის რო იყო ხო ის შნურიანი ტელეფონები ვიღაცას რომ უნდა დაერეკა და ელოდებოდი სახში რომ არ გამოგჩენოდა რა მეთქი ეს მიმაბით რომ ეხლა დარეკავს და ეს დრო მეთქი თუ ფულია მაქვს თუ არა გადახდილი და არაო გავიგე მეთქი მაშინ შენგან ვერ ვისწავლი გაყიდვას სუმინდა რაღაცა ახალი გავიგო სუმინდა რაღაცა კიდე მეტი ჩემი პროფესიის ირგვლივ მაგრამ სადაც ადამიანის 2 დღეს შენთვის ფასი არ აქვს რა გაყიდვაზე მელაპარაკები ამიტომ გაყიდო პირველ რიგში ისწავლე გაყიდვა რაც უკვე მოგცემ შენ იმის საშუალებას რომ რაც უკვე გაქვს ის გადაცვალო იმ რესურსებში რაც შენს მიზნებს ჭირდება შეიძლება მოგზაურობა გინდა, მანქანა გინდა, სახლი გინდა, საჩუქარი გინდა, ვიღაცა გაახარო, ვიღაცას არ ვიცი, სამკურნალოდ ფული გინდა, ამ ყველაფერს ჭირდება ფული. ყველაზე მეც ვლაპარაკობ ფულზე. და ყველას გონია რომ ამას ფული მაგრა ევასება არა, ჩემი მიზნები ისე ძალიან მიყვარს რომ მესმის რომ ამ მიზნებამდე ცოდნა მინდა, სწავლა მინდა, მოგზაურობა მინდა, რავი და ხალხის გახარება მინდა. ამას ფული ჭირდება.
შენც ხო ეგრე ხარ. რავი, რა არსება უნდა იყოს ადამიანი, რომ რაღაცეები არ უნდადეს ცხოვრებაში და ეგ ფული ღირს ყველაფერი. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ იცი რა, აი რაღაცა და რო ჭირს მაგას ფულს ვერ იყიდი და ხო მაგას ვერ იყიდი, მაგრამ ფული რო არ გაქვს, რაღაცა გათიშული თირკმელით გახარ სპარის სალაროსთან და იქ ატარებ. იმ დროს რომელიც შეგეძლო სახლში გაგეტარებია ფული რო გქონოდა. ფული არ აგვარებს, მაგრამ მიხვდი ხო? დაახლოებით ეგ ამბავი გამიგრძელდა. ახლა ეს ის თემებია, რაზეც შემიძლია არა 12 წუთი, 12 დღე და 12 თვე და 12 წელი ვილაპარაკო, იმიტომ რომ ერთადერთი თხოვნა რაც აი მექნებოდა ნებისმიერ ადამიანთან, აი სულული რაც მექნებოდა, ვიტყოდი რომ გაყიდვა ისწავლე ძმაო. რატო? იმიტომ რომ სწორი გაყიდვა, მოდი ბარი მივაბად და პატარა ესეთი ექსპრეს ტრენინგივით გამოგივა რა, ეს ტელეფონი ჩავაყენო ამ რაღაცაში. შეხედე სწორი გაყიდვა ტიპებს გონიათ, აი ეს რაღაცას რომ მოგცემენ და აბა მომყიდე. და გინდა და არა და შენ ადო მოგყიდო. ანუ ტიპებს გონიათ რომ თუ მაგრა ყიდი, უნდა ადგე და ეს რაღაცა მიყიდო იმ ტიპს, ვისაც ვაფშე არ უნდა. და სინამდვილეში იმდენი რესურსი იხარჯება არა საჭირო პროდუქტი მიყიდო ტიპს, რომელსაც ვაფშე არ ჭირდება. იმდენი რესურსი იხარჯება, უფრო მარტივად ვთქვათ, ნახე. ახლა მაგალითად მე ჩემს ინტერესია რომ გავყიდო iPhone. iPhone-ები მაგ ერთი 100,000 წელი და მინდა რომ ეს გავყიდო რა. იმის ნაცვლად რომ ეხლა Android-ის მომხმარებელს დაუჯდე და ვებაზრო iPhone-ი რატო ჯობია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა გასაჭირია? ბაზარზე ისედაც არიან ტიპები, ვინც iPhone-ს ეძებენ და უყვართ. მიხვდი ხო მაგალითს? ან იმის მეასედი რესურსი, რაც ვიღაცის გადარწმუნებას და იმაზე შეტენვას უნდა დაახარჯო, ადექი და ბაზარზე იპოვე ის ტიპი, ვინც ისედაც საჭიროებს შენს პროდუქტს. სწორი გაყიდვა იწყება მაქედან, არა გატენვით, არამედ სწორი სიმპტომების, სწორი საჭიროების მქონე ადამიანს მიყიდო ის პროდუქტი, რომელიც მის პრობლემას წყვეტს. რატო? იმიტომ რომ ესეთი ადამიანი უფრო კმაყოფილია, უფრო ბედნიერია და მოკლედ გრძელი ამბავია რა. არ ვიცი, შეიძლება რაღაც ფილმებში არსებობს რომ ფული რაღაცა სადღაც რაღაცა ხიმანდრობებით იშოვება, მაგრამ კიდურა შემთხვევებში ყველგან არსებობს. მაგრამ თუ საუბრობ იმაზე, რომ ოჯახი გყავს, მიზნები გაქვს, ოცნებები გაქვს, ოღონდ რეალური ოცნებები გაქვს, ამ რაღაცას სჭირდება სწორი საფუძველი და ეს სწორი საფუძველი არის პირველ რიგში, რაც იცი რომ უეჭველი დაგჭირდება, ადგე და ის ქნა. ანუ გაყიდვა უნდა ისწავლო. რატო? იმიტომ რომ თუ შენ არ იცი გაყიდვა, ვიღაცა ტიპი ეგრე მოგყიდის რაღაცას. ვიღაცა ტიპი შენ თვითონ გაგყიდის სპარში სალაროს, რა გადავეკიდე ამ სპარს მახსენდება პროცესორი რავი რა. სპარში სალაროსთან როცა შენი ცხოვრების ერთ თვეს 500 ლარში, 800 ლარში, 1000 ლარში, 1500 ლარში ცვლი რეალურად შენს ამ ერთ თვეს სხვა ტიპი ყიდის უფრო ძვირად. შენ 1500 მოგცა იმან შენი შრომით მინიმუმ 2-ჯერ 3-ჯერ მეტი ხო წაიღო სახლში. რა გაყიდა? შენი შრომით, შენ შრომას მიამატე კიდე აქეთ პროდუქტები მიამატე ის გასაგებია ბიზნესია, ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ თუ არის გაყიდვა რამის ბრალია. ხშირად ესე უყურებენ ხოლმე რომ იცი რა, აი უნამუცო ბიზნესმენები, იმიტომ რომ აი არ იხდიან ხელფასს. არ შენ არ იხდი. შენ რო გქონდეს ახლა ჯიბეში 100 ლარი და მაღაზიაში ხედავდე რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა X პროდუქტს, რომელიც კაია, გინდა, მაგრამ გვერდით ხედავდე ორჯერ უფრო მეტს იგივე ფასად, რომელს იყიდი? იმას ხო იყიდი, სადაც მეტი მოგდის. ის ბიზნესმენიც ყიდულობს იმ შრომას, იმ ფასად, რითიც მეტი მოსდის. პრობლემა ის არის, რომ შენ ვერ ყიდი შენ შრომას. იმიტომ რომ ყველა ისედაც ცდილობს იაფად იყიდოს. შენ ხო ცდილობ, რომელი გიჟინახე, რომ აუ არა, იაფია, მაგრამ მინდა რომ ძვირი ღირდეს, ამიტომ ძვირს გადავიხდი. კი, შეიძლება რაღაცა მიზეზი ერთჯერ, ორჯერ, მაგრამ მაღაზიაში ხა ეს პური ძალიან მომწონს და 5 ლარის ნაცვლად 25 უნდა ღირი. პირიქით რა, თუ ნახე გვერდით რომ 4 ღირს 5-ის ნაცვლად წახვალ იქ იყიდი 4-ში. მიხვდი ხო? ერთადერთი, რასაც ცხოვრების ბოლოს ადამიანები ნანობენ, გაფრანგულ დროზე, გაფრანგულ რესურსებზე და ამის მიზეზი არის ის, რომ თავიდანვე სწორად არ უყურებს ადამიანი თავის თავს, ვერ ხვდება რომ თვითონ არის ბიზნესი, სპარში როცა ხარ მოლარე, შენ ხარ ბიზნესი, რომელიც ყიდის თავის დროს. ცუდი ბიზნესმენი ხარ უბრალოდ, რავი, ოქროს ფასი კი არა, კიდევ მილიარდჯერ მეტი ფასი აქვს. მაგ რესურსს, მიდევ დრო იყიდე. რავი, ყიდი და.
მივხვდი ხო? ამიტომ რავი რა, სანამ რამეს იყიდი, დრო ხო გაქვს, ენერგია ხო გაქვს, გონიერება ხო გაქვს, გაყიდვა ისწავლე. რატო? იმიტომ რომ არ მოგიწიოს იაფად გაყიდვა შენი რესურსების. აი ნახე როგორი წვრილმანებით იწყება და წვრილმანებით მთავრდება ეს ამბავი რა. უნივერსიტეტში როცა ტიპი აბარებს, ხო? მიზანი ხო უნივერსიტეტში სიარული არ არის. ეხო საშუალებაა. მიზანი ხო სხვა რაღაცაა, რომ აქ მივიღებ იმ ცოდნას, რომელიც ცოდნითაც მე რაღაცას იქ კარიერას ავაწყობ. ანუ შენ ამ 4 წლის განმავლობაში ყიდულობ ცოდნას, რომლის გადაყიდვასაც აპირებ მე მთელი ცხოვრება. უფრო ძვირად. ხო ეგ არის მიზანი, აბა რავი მუღამი გაქვს, რომ ვიღაცა რექტორს ან რაღაცას ფული შეუვიდეს, არა. შენთვის უნივერსიტეტში სწავლება არის საშუალება, რომ მე ეს ცოდნა გადაყიდო. რეალურად თუ ყიდვა-გაყიდვა იცი, მინიმუმ ამ სურას ეგრევე უნდა ხედავდე. ეხლა იქედან ვიღაცამ მაგრა იცის გაყიდვა, იმიტომ რომ რა მოყიდა ცოდნა, რომელსაც ვერაფერში ვერ იყენებ. ბარეორს კითხე, ვინც წარმატებას მიაღწია, მიზეზი თითქმის არ ყოფილა უნივერსიტეტში მიღებული განათლება. ყველა გეტყვის, კიდურა შემთხვევით ყველგან არსებობს გასაგებია, მაგრამ ყველა გეტყვის, რომ იცი რა, მე აი პრაქტიკაში რაც უნარები დავამუღო, აი მე რომ რაღაცეები ვცადე, აი იქ ვისწავლე. და რამდენი გაქვს გადახდილი უნივერსიტეტში? 4 წელი. თუ გრანტი არ გაქვს, ფული. არა მარტო სწავლის ფული და 4 წელი დრო. პლუს თუ რაიონიდან ხარ, მშობლებმა რაღაცა გიქირავეს, პროდუქტები გიგზავნეს, გინახეს, მე რაღაცა მუშაობა დაიწყეს 300 ლარად, იმიტომ რომ აი არ მოცდეს სწავლას და რას ყიდულობ? 4 წელი რაღაცა გაუგებარი ცოდნა რო არ გეყიდა და 4 თვე გული და სული დაგედო იმის სწავლაში, რაც მართლა გჭირდება, იმაზე მეტ ცოდნას მოგცემდა ვიდრე 4 და 24 წელი უნივერსიტეტში. კი არ ვანძღავ, შეიძლება მე ჩემი გამოცდილებით ვამბობ, იმიტომ რომ 5 უნივერსიტეტში არ მისწავლია, 1-ში ვისწავლე და იქ რასაც ვხედავდი, იმას გეუბნები, არ ვიცი. გეუბნები ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ რა. მაგრამ მარტივად შეხედე რა. კიდე მოდი, ბევრი რაღაცა მინდა გითხრა. ნახე, აი ესე შეხედე, ნახე. აი დააკვირდი რას გეუბნები რა. წარმოიდგინე რომ უნივერსიტეტში იმიტომ გინდა სწავლა, რომ რაღაცა პრობლემის გადაჭრა გინდა ამით, ხო? ან მე გინდა რომ ეხლა უფულოდ ხარ, შემოსავალი არ გაქვს, სამსახური არ გაქვს, პროფესია არ გაქვს, ეს ტკივილები გაქვს, წარმოიდგინე რომ პაციენტი ხარ ამ ტკივილებით და უნივერსიტეტში მიდიხარ როგორც კლინიკაში, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა სიმპტომებით დაადგინონ შენ აქ ჭირს და მე ამაზე გიმკურნალონ. ანუ აქედან წახვიდე ამ პრობლემების გადაჭრით. და ჯერ გიტარებენ ერთ კურსს, პირველ კურსზე 1 წელი ჭირდება, აი პირველ კურსს გაივლი და რამე გაუმჯობესება მექნება? არა, პირველ კურსზე არა, მეორედან გაიარა ჩაიტარა მეორე კურსი მკურნალობის, 1 წელი გადაიხადე, ფული გადაიხადე, მოწყდი საქმეებს, ოჯახს მოწყდი, იმას. ბიჭო, არაფერი. ნახე, რას უნდა დააკვირდე? როცა რაღაცას ყიდულობ, თუ პირველ კურსზე რა ცოდნაც, რა უნარების, რა პროფესიაც, რა თვისებებიც შეიძინე, ეს მართლა ჭრის შენს პრობლემას, მაშინ პირველი კურსის თანავე უნდა შეგეძლოს ამ ცოდნის გამოყენება, ამ ცოდნის გაყიდვა. მიხდი ხო? პირველ წელს რაღაცა მოგცეს, არ გაიყიდა ბაზარზე. კაი, ხა მეორე წელს კიდე მოგცემთო რაღაცა ცოდნასო. ბიჭო, მოგცეს კიდე არ გაიყიდა. და აგრძელებ. კიდე მესამე წელს მოგცეს, ბიჭო, კიდე არ გაიყიდა. მეოთხე წელს დაასრულა შენსავეთ 1,513,000 კაცმა და ფლოპთ მოთხოვნად პროფესიას, რომელიც მოთხოვნადი იყო 4 წლის წინ, შეიძლება, მაშინაც არ იყო ალბათ, 4 წლის წინ, მაგრამ 4 წელი გავიდა, გამოხედი უნივერსიტეტიდან და აღარც ეგ პროფესიაა მოთხოვნადი, იმიტომ რომ მოთხოვნას რა ქმნის? დეფიციტი. ელექტრიკზე თუ არის დღეს დეფიციტი, იმიტომ ან მოთხოვნა, იმიტომ არის რომ კაი ელექტრიკი არის ალბათ დეფიციტური. მაგრამ იმის გამო რომ დეფიციტურიაო და თუ მილიონმა კაცმა ისწავლა ელექტროობა, იმ მომენტში როცა მილიონ კაცს ეწოდინება ელექტროობა, ვაფშე აღარ იქნება დეფიციტური. და ანუ ნახე, მთელი 4 წელი ყიდულობ რაღაცას, რაც 4 წლის დასრულების თანავე ფას კარგავს. ხვდები რამ ხელა ინფლაცია ინფლაციაც აღარ არის. გაკუპონებაა შენი ცოდნის. რატო? იმიტომ რომ შენსავეთ
იმ წელს რამდენი კაცი ამთავრებს? გამარჯობა შენი. რამდენი კაცი დაამთავრებს კიდე? მომდევნო წელს კიდე დაგემატება, კიდე დაგემატება, კიდე დაგემატება. რასაც არ უნდა აკეთებდე, გაყიდვა ისწავლე. იმიტომ რომ თუ ხარ ცოცხალი ადამიანი, ხარ ჩართული ყიდვა გაყიდვის პროცესში რა. იმედია რომ რაც გელაპარაკე ცოტათი შეცვლის შენს წარმოდგენას შენს ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ის თაობა ვართ, სადაც ბავშვობაში რომ კედელზე ბავშვი თავს მიარტყამდა, რას ეუბნებოდნენ? წამო კედელი გავლახოთ. კედელზე ბავშვი თავს ურტყამ და კედლის ბრალი, ანუ ხვდები ხო რა გარემოში ვართ გაზრდილები. სადაც კედელზე რომ თავს ურტყამ შენი ბრალი არ არის. წამო იატაკინო, გაბზარე, მოდი გავლახოთ, შენ როგორ ატკინე ჩემს ბავშვი, ეს სულელი ხო არ მიარტყი თავი კედელზე. ნახე როგორ ჭკუმანებით იწყება ის რომ აჰა, თავი მივარტყი კედლის ბრალია. უნივერსიტეტი დავამთავრე და სამსახური ვერ ვნახე, იმის ბრალია, ამის ბრალია, მთავრობის ბრალია, იმის ბრალია, ამის ბრალია და ბოლო ჯამში შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა გეკისრება მხოლოდ შენ. ყველასავე გაშირო შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა გეკისრება მხოლოდ შენ. არც შენ მშობლებს, არც მეზობლებს, არც მეგობრებს. რატო? იმიტომ რომ ვინ როგორი იქნება ყველა თვითონ ზღვა, შენ როგორი ხარ, ეგ ხო შენი ნება. შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ამ ეტაპზე გინდა რომ იყო. ამიტომ ვინ როგორი იქნება, მაგას შენ ვერ შეცვლი, მაგრამ ვისთან რა ურთიერთობა იქონიო, ვინდა გავლენა მოახდინო შენზე და ასე შემდეგ, ეგ შენი ნება. დღეს დროს რაში ხარჯავ, ეგ მაგას შენ წყვეთ. ყველა დიდი პრობლემა იწყება წვრილმანი დაუდევრობებით. ყველა დიდი პრობლემა. ერთი არ მახსოვს რომ რაღაც ფილმია მე მგონი რა, ეგ ვიღაცამ წერილი გააგზავნაო ომის შესახებ რა და ამ ტიპმა ვიღაცამ ნალი არ დააჭედაო, ნალი რო არ ნალსოლურს მან დააკლო, ამ ცხენსო რომ ნალი მოძრაო, ცხენმა რაღაც დაიგვიანაო. ამანო დაიგვიანაო, წერილი ვერ ჩაიტანესო და წერილი ვერ ჩაიტანესო, ჯარმა ვერ გაიგო რა უნდა ექნაო და ომი წააგესო. იმიტომ რომ ვიღაცამ ლურსმანი არ დააჭედა. საგმარისად, ხარისხიანად. შენს ცხოვრებაში ყველა ლურსმანი, ყველა წვრილმანი შენს ხელშია, ოღონდ უნდა გესმოდეს რომ ამ წვრილმანებზეა მიბმული მთელი შენი მომავალი. მაგ წვრილმანებით შედგება. ადამიანები, რომლებმაც ეს ვიდეო აქამდე ნახეს, ძალიან განსხვავდებიან. ხო ხვდები? აქამდე არ ნახავდი პირადად შენ ამ ვიდეოს, იმ შემთხვევაში თუ არ ამუღამებ. შენს გარდა რამდენმა დაიწყო ნახვა, მაგრამ ასკროლა. რატო? იმიტომ რომ ჩვენს ხელშია ვინ რას ვამუღამებთ, ვინ რას ვანიჭებთ უპირატესობას. წარმოიდგინე, აი ობსესიურად რო გეკეთებინა ნებისმიერი საქმე, რომელიც ჩვენს მიზანს ჭირდება და რომელსაც აკეთებ, როცა მუღამი გაქვს. აი ობსესიურად ხვდები, აი გადაკეტილი რო გაქვს რა. შეიძლება რა ღამეებს ათენებდე, აი PUBG-ს თამაში რა დროს, ენერგიას, სურვილს და აი ამ მთელ რესურსს დებ, ეგეთი რესურსი რო ჩაგედო იმ უნარებში, რომელიც შენს მიზნებს ჭირდება, ეხლა სად იქნებოდი? სამი თვეა შეიძლება გიჟივით თამაშობ, გისწორდება რა, მეც მისწორდება, ვის არ უსწორდება თამაში, ყველას უსწორდება, მაგრამ უნდა გესმოდეს, ვისი დრომი აქვს, რას ემსახურება, რას მაძლევს, წინ წევს თუ დროს მართმევს. არა, всё, მაშინ არ მინდა. რატო? იმიტომ რომ განათამაში არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი მიზნის მიღწევა უფრო მინდა, იმიტომ რომ ეს ერთ ცხოვრება გვაქვს. შვილი ყავს, ცოლი ყავს, ქმარი ყავს, და ყავს, დედა ყავს, არ ვიცი, რაღაცები გინდა ცხოვრებაში და ხვდები რომ რასაც აკეთებ, თუ მიზანთან არ გაახლოებს, გაშორებს. ყოველთვის დაიმახსოვრე, თუ რაღაცა მიზანთან არ გაახლოებს, გაშორებს. არ არსებობს ის რომ, იცი რა, ეხლა ამას ვიზამ, კი არ მაახლოებს, მაგრამ დიდი ამბავი, გაშორებს. მოკლედ, ეგეთი ამბავია რა. დასხე, შენი დრო, შენი ფულია, შენი ენერგია, შენი მიზნებია, შენი ცხოვრება არავის ბრალი არ იქნება ის რომ ხვალ ვიღაცა ისევ გაკრიტის. შენი ბრალი იქნება. ძალიან მაგარ თემას შევეხოთ, მოდი ახლა, აი ძალიან მაგარ თემას შევეხოთ. წარმოიდგინე, შენ იმ დროში, რა დროც გაქვს, ყველას თანაბარი დრო გვაქვს, მაგალითად 10-ის პირობითად გეუბნები, ოღონდ თავარია რომ დაუმოყამო რა. 10 საათიდან 6 საათამდე ყიდი რაღაცას,
და ეს რაღაცა ფულში უდრის მაგალითად 500 ლარს. ანუ დღეში დაკავებული ხარ სერვისის, პროდუქტის, ან რაღაცის გაყიდვით, ბოლო ჯამში ეგ ყველაფერი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი თავი, ჩვენი დრო და ჩვენი უნარები გავყიდოთ, მაგრამ წარმოვიდგინე რომ ყიდით. ამ დროში შენი ფასი, ამ დროის ფასი შენთვის პირობითად არის 500 ლარი. ხვალ მოვიდა ვიღაცა და გეუბნება რომ წამო რაზმაო აი ესეთი ვაკანსია, ესეთი სამსახურია, თვეში იხდიან 800 ლარს და წამო რა და ბიჭო ვერა. უკვე ვერა. რატო? მივხვდი ხო რატო ვერა უკვე. იმიტომ რომ ჩემი დრო უფრო მეტი ღირს. რატო ღირს? იმიტომ რომ იმ დროში მეც გამოიმუშავებ. თუ კონკრეტულ დროში არაფერს არ გამოიმუშავებ, შენ დრო არაფერი არ ღირს. 300 ლარად, 500 ლარად, 1000 ლარად, იმიტომ მუშაობენ ადამიანები მთელი თვე, რომ მათი დრო უფრო ძვირი არ ღირს, უფრო ძვირი რომ ღირდეს, იქ გაყიდდა. შენს ფულს ხო იქ ყიდი, სადაც უფრო ძვირი ღირს. ლარი გაგდა დოლარის ყიდვა გინდა. სადაც მეტ დოლარი მოგივა იქ ყიდი. იგივეა, შენს შრომას იქ გაყიდი, სადაც მეტი ღირს. თუ 500 ლარიან სამსახურში ყიდი, იმიტომ ყიდი რომ მეტად ვერ ყიდი. პროდუქტი იმდენი ღირს, რამდენადაც იყიდება. აი იქ იცი რა ღირს, შემიშრომი, იქ არ ხარ, აქ ხარ. აი იცი რა ის რო იყო, მაშინ ის რო იყო, ის რო არ არის, ეს დროა. რამდენად ყიდი? აი სახში ჯდომას მერჩივნა 300 ლარად მე მუშაობა, ხო? სახში ჯდომა 300 ლარად მუშაობა ჯობია. ოღონდ უნდა გესმოდეს რომ 300 ლარად არ უნდა იმუშაო, დააკვირდი. რა ხდება ირგვლივ, რატო ხდება, რაში გამოგადგება. ყველაზე მეტი ვისწავლე პირველ კურსზე. ოღონდ არა უნივერსიტეტში. კაფეში მუშაობდი დაცვად. და მან ვისწავლე როგორია კაი ადმინისტრატორი. იმიტომ კი არა რომ კაი ადმინისტრატორი მყავდა, ძალიან ცუდი ადმინისტრატორი მყავდა. მაგრამ ნახე, ესე შევხედე, უნივერსიტეტში დავდივარ, ფულს ვიხდი, ერთი ლექტორი მიკითხავს 390.000 საგანს და ვერაფერს ვერ მაძლევს. ანუ მართლა დებილობას მასწავლდნენ და ხო გეუბნები, არ ვიცი დღეს შე რო შეცვლილია, მაგრამ ბიჭო უნივერსიტეტში იქეთ ვიხდი ფულს, კაი, გრანტით ვიყავი, მაგრამ რო არ ყოფილიყავი, ხო ვიხდი, დროს ხო მაინც ვიხდი და ვერაფერს ვერ ვსწავლობ. აქ 300 ლარზე ვმუშაობ მთელი თვე, ყოველ დღე გამოშვებით, ღამის სმენა, ღამის ცვლას ვიყავი, მაგრამ ვსწავლობ, როგორი უნდა იყოს კაი ადმინისტრატორი. რატო? იმიტომ რომ ხედავ ცუდი როგორია, მე რა არ მომწონს. როგორც ატყუებენ, რატო ატყუებენ, თანამშრომლები რატო არიან უკმაყოფილოები. ესე იგი უკმაყოფილო თანამშრომელი რო არ მყავდეს, რო უხაროდეს სამსახურში მოსვლა, ესე კი არა, ესე უნდა მექნა. ვისგან უნდა გავიგო, როგორი იქნება. თანამშრომელი წუწუნებს. აი ამას რო ესე არ იქნა. ცოდნა, ხო ხდები, ყველაფერი ცოდნა. თუ მუშაობ იაფიან სამსახურში, იცოდი რომ ფულის გარდა სხვა ღირებულებები წამოიღო. ზიხარ მე დაცვა ხარ, შემოვიდა ტიპი, ლაპარაკობს რაღაცა მილიონიან მოლაპარაკებაზე. ისეთი კაფე იყო, რომ კაკრას ეგეთი კამანდა დადიოდა. ვა. ვინ გასწავლებს, ვინ დაგასწრებს თავის მოლაპარაკებას? ვინ გეტყვის რა დააკვირდები. რატო უთხრა ესე? რატო უთხრა ისე? რატო უთხრა ესე? რა საინტერესოა. ამან ეს რო უთხრა, იმან ის უთხრა. ნახე, სწავლობ. დისტრიბუცია რაღაცა რომ მოქონდა, რაღაცა რომ ვერ მოქონდა, კაფეში რა ფუჭდებოდა. იმას ხომ მაინც ხედავ, ბიჭო, ესე დისტრიბუცია რო არსებობდეს, აი ეს პრობლემა რო არ ქონდეს. უკვე იდეაა. მივხვდი ხო, აი მილიონი რაღაცა. არა მარტო ის თემები, რაც ბიზნეს ეხება. საპირისპირო სქესთან როგორი არის სწორი და მაგარი ურთიერთობა ვისწავლე თამაზ ელიზბარაშვილზე დაკვირვებით. პირადად არ მithkoms მისთვის არასდროს. ადამიანი, როცა შეხვედრაზე შემოვიდოდა, თუ კაცთან ერთად შემოდიოდა საქმეზე სალაპარაკოდ, მისი ქცევა იყო ძალიან სწორი და მაგარი და ბევრ რაღაცას ისწავლიდი, მაგრამ განსაკუთრებით მაგარ რაღაცებს სწავლობდი, როცა მანდილოსანთან ერთად შემოდიოდა საქმიან შეხვედრაზე. ერთი სიამოვნება იყო დაკვირვება. დღემდე ნახო ქალთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. მან ვისწავლე. აქეთ მიხდიან ფულს და ვსწავლობ. ხო, მე რა 300 ლარს. მიხდი ხო, თუ იაფად ყიდი შენს დროს, მაშინ უნდა იცოდე კიდე რეები აკრიფო იქ, სადაც ხარ. ნუ დააღამებ. გაგიტაროთ? ამის ეს გააქვთ, პარკი გნებავთ, ამაში ნუ დააღამებ. დააკვირდი, მილიონი რა ყველაფერი ინფორმაციაა. ჩინეთში როცა ვიყავით,
ძალიან ბევრი თელ დროს, თავისუფალ დროს ხარჯავდა ჩინური მასაჟის გაკეთებაში, ვითომ ეს ჩინელები ჩვენთან არ იყვნენ. არც ერთხელ არ ყოფილვარ. სამაგიეროდ ერთ დღეს, როცა ლობიში ვიჯექი, ბიჭო, გარეთ ხედავ რაღაცა როლს-როისები და რაღაცაები მოდის, ჩერდება და მე რაღაც ხდება რა. მე გავიხედე იქეთ რაღაცა კონფერენცია. მე რაღაცა მივიხედე რაღაც ქართული გვარი გამოაცხადა ვიღაცა. მე მომესმა თუ რა ქართული გვარი გამოვიდა, ტიპი ქართული გვარი აქვს. ესა და ეს ტიპი, ესა და ეს აღარ დავაკონკრეტებ. ვინ იყო? ხო არ გადაობ მეთქი. მაშინ როცა სხვა ამ დროში ყიდულობს ჩინელთან მასაჟ და იქეთ ფულს უხდის, ტიპი ჩინეთში თურმე 5 ქვეყნის მაგარი თემების წარმომადგენელია. ვა. კონტაქტი. რომელიც ერთი კონტაქტი, რომელიც იქცა 60,000 ლარად. რაც ჩამოვედი საქართველოში, რაღაც პრობლემა ქონდა, ძალიან ისეთი უცნაური და ამ ტიპს შეიძლება გადაჭრა. ის დრო როცა სხვა ჩინელთან მასაჟს იკეთებდა, ვნახე ტიპი, რომელთან გადაკვეთამაც 60,000 ლარი მომიტანა, რატო? იმიტომ რომ ვიღაცის 600,000-იანი პრობლემა გადაჭრა. ისიც ბედნიერი, ესეც ბედნიერი, მეც. მივხვდი ხო? ანუ აი ესე უნდა გქონდეს გალესილი, უნდა გქონდეს ძალიან ზერა, ძალიან სმენა, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ხედავ, რაშიც შენი რესურსი მიდის, არის უკან ვერ დაიბრუნებ და შენი ამოცანა, რომ თუნდაც იზარალო, ნახე? წარმოიდგინე, შენზე დამოკიდებული აბსოლუტურად შენი ცუდი გამოცდილება იქნება მხოლოდ ცუდი გამოცდილება თუ მას გადააქცევ ძალიან დიდ გაკვეთილად. აი, ყველაზე მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, მიდიხარ სადღაც და ჯიბეში გაქვს 100 ლარი ჩაიდე და სახში მოხვედი და აღარ გაქვს ეს 100 ლარი. გადააბრუნე ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ჯიბე არის გახრეტილი. ზარალია, ხო? კაროჩ, გაზარალა. 100 ლარმა გაზარალა. არც იცოდი რომ გახრეტილი იყო. მაგრამ მეორე დღეს 1000 ლარი აღარ ჩაიდე. რატო? იმიტომ რომ იცი რომ ჯიბე არის გახრეტილი. 100 ლარი ან არის ზარალი, ან ესე შეხედავ რომ ხო არ გადაობ ის 100 ლარი რო არ დამეკარგა, ამ ჯიბეში რო არ ჩამედო, იგივეში 1000 ჩავდებდი, 1000 დავკარგავდი. 100 ლარად 1000 ლარის არ ზარალი ვისწავლე. უკვე გაია. შეიძლება რაღაც საქმეში იზარალო, მაგრამ რა გამოცდილებაც ამან მოგცა, ხვალ 10-დან 100-დანში აღარ გაზარალებს. მე იტყვი რომ კიდე კაი, ეგ გაკვეთილი, რა იაფი დამჯდომია. იგივე ურთიერთობებშიც. შეიძლება ვიღაცა ბავშვობაში რაღაცა მეგობრობდი, გიყვარდა, ძმაკაცობდი, ის და ძალიან გატკინა გული. რაღაცაში გადაგაგდო, რაღაცაში მოგატყუა. ეხლა ან უნდა იარო გულგატეხილმა ან რა უნდა ქნა. აქედან გაკვეთილი მიიღო. ხვალ იგივე დებილობა აღარ ქნა, უფრო დიდ საქმეში, უფრო დიდ რაღაცებს აღარ შემოდებს ასოლის. მივხვდი ხო? აბსოლუტურად ყველაფერი არის ყიდვა-გაყიდვა და უნდა გესმოდეს, რომ შენზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეგიძლია ეს რაღაცეები. დაიჭირო ხელში, მიხვდი ამის ფასს და მიხვდი ამას სად რა ფასი აქვს. სხვა შემთხვევაში დავემსგავსებით იმ ადამიანს და დიდი რაოდენობა სამწუხაროდ საქართველოში დიდი რაოდენობა ადამიანები გავართ ინდიელებს, რომლებმაც ოქრო გადაცვალეს რაღაცა ფერად შუშებში. მიხვდი ხო? რატო? იმიტომ რომ ფასი არ იცოდნენ. ვიღაცას რო ეთქვა რომ იცი რა არ გაცვალო რა, მაგას სხვა ფასი აქვს. არა, შენი აი ჭკუელა იმაში მიცulis. დღესაც რომ ადამიანს ვეუბნები რომ იცი რა შენ დროს ნუცული დებილობაში. და შენ და გაყიდვა და ფული ეშპაკის მოგონილია და იშუ ხო არ ხარ. ფულს აზრი აქვს ხოლმე მაშინასაც ხარჯავ, თუ არ ხარჯავ რავი მაკულატურაა. მაგრამ რა შენ გინდა იმაში რომ დასახარჯი ფული ქონდეს, ფული ხო გინდა ხო არ მოპარავ მანქანა თუ გინდა ხო არ გაიტაცებ. სახლი თუ გინდა ხო არ იმას ისევნა ქვია. შეუსახლდები ვიღაცას. აი თუ მოგზაურობა ხო გინდა. მე ფული არ მიყვარს. არა, უყურე რა სისულელია. მე არ მიყვარს ფეხბურთის თამაში. და იმიტომ არ მიყვარს ფეხბურთის თამაში, რომ ვერაზროს ვერ გამქონდა გოლი. აბა გამეტანა. 2 გოლი მაგ გატანილი ცხოვრებაში, ორივე ჩემს კარში. ვიღაცას კი მაგონებს ეგეთი ისტორიით, მაგრამ იმას სხვის კარშიც მეტია, იმას სხვის კარში მეტია გატანილი. მაგრამ მე სხვის კარში არ მქონია გოლი გატანილი. ამიტომ დღეს რომ მეკითხები, ფეხბურთი გინდა არ მინდაც, რატო? იმიტომ რომ არ გამომდიოდა.
ვიღაცას რო ეკითხები, ბიჭო, გაყიდვა ის. გაყიდვა როგორ შეიძლება არ გამოსდის. ბევრჯერ უარი მიიღო, ბევრჯერ რაღაცა არ გამოუვიდა, კიდე სადა არ გამოუვიდა და გაჩერდა იმ სტადიაზე, როცა არ გამოსდიოდა. და ჩვენ რაღაცები გვეზიზღება მხოლოდ მაშინ, როცა იმ სტადიაზე გავჩერდით, იმ სტადიაზე დავნებდით, როცა წარმატებული მცდელობები არ გქონდა. მიხდი ხო? აბა გოლი აბა ყველა თამაშზე ის ყოფილიყავი, კვარაცხელია და მერე გეკითხა. წავ ფეხბურთი ვისვენ გიყვაო, მაგრამ მიყვარს, იმიტომ რომ გამომდის. თუ შენ დღეს ფული არ გიყვარს, ფულის სიყვარულში არ გულისხმობ მაკულატურის სიყვარულს. შენი მიზნები, შენი ოცნებები უნდა გიყვარდეს. შენი ოჯახის საჭიროებების უმაღლესი ხარისხით დაკმაყოფილება უნდა გიყვარდეს. ამის საშუალებაა უბრალოდ ფული. ფული რო არ იყოს, რა შრომით რო ყიდულობდი ამას, ადგები და შრომაში გაცვლი, მაგრამ ვიღაცა შეიძლება შენი შრომა რაც შენ იცი, საერთოდ არ ჭირდება იმისთვის, რაც შენ გინდა, ამიტომ მედიატორია ფული. მიხდი ხო? აღარ ვილაპარაკი ამას ბევრს, მაგრამ და არ გამოგდის ფულის შოვნა. სხვა მიზეზი რო არ გიყვარდეს, რაღაცა არ არსებობს. გაჩერდი, დანებდი იმ სტადიაზე, როცა გაყიდვა არ გამოგდიოდა. სხვა წერტილი რო ჩვენ ჟიბეში ფული შემოვიდეს, არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ვიღაცას ეხვეწო, ეგეც ყიდვა გაყიდვა. მათ ხორს რო ფულს აძლევ, ყიდვა გაყიდვა. რატო აძლევ? იმიტომ რომ კმაყოფილი ხარ. კმაყოფილებას ყიდულობ. კაია, კმაყოფილი უნდა იყო, ბედნიერი უნდა იყო, რომ სხვას ეხმარება, მაგრამ ყიდვა გაყიდვაა და უნდა გესმოდეს, რომ ყიდვა გაყიდვა არ არის რაღაცა. გინდა არ გინდა ყიდვა გაყიდვაში ხარ. თუ ამ ინფორმაციას რა ეტაპზეც არ უნდა იყო ცხოვრებაში, გაიაზრებ, ეს 40 წუთი შეგიძლია ძალიან სხვანაირად გამოიყენო რა. ერთადერთი ვისაც უნდა ეჯიბრებოდე, არის შენი გუშინდელი ვარიანტი. ერთადერთი, სხვა არავინ არ გაინტერესებს საერთოდ. ის არ ხარ, შენ ხარ. ერთადერთი, ვინც შეგიძლია გახდე, ისევ შენ თავის სხვა ვარიანტი. ჩემი ამოცანა, ჩემი თავის უკეთესი ვარიანტი ვიყო ხვალ. დღეს, რასაც გეუბნები, ხვალ ამაზე უკეთესი ვიყო. სულ ეგარი. ეს ვითარდება. თუ გინდა რომ მუდმივად შენს პროფესიაში განვითარდე, მინიმუმ ორი რაღაცა გჭირდება. ერთი, რომ იგივე პროფესიაში ისწავლო შენ თვითონ სხვებისგან, ვინც უკვე იქ არის, საითაც შენ მიდიხარ. არაფერი არ ტეხავს იმაში, რომ სხვისგან ისწავლო. თუნდაც შენზე პატარა იყოს, თუნდაც შენზე რაღაცით ქვემოთ იყოს. მაგრამ ხედავ, რომ ეს ტიპი უკვე იქ არის, სადაც შენ გინდა. ყოველთვის გჭირდება ვიღაცა, ვისგანაც ისწავლი, ვინც შენზე უკეთესია და ყოველთვის გჭირდება ვიღაცა, ვისაც ასწავლი. რატო? იმიტომ რომ დააგვირდი. პირველი, იმიტომ რომ ამ აზრი მითხარი სწავლის თუ არაფერში იყენებ. ნასწავლის სხვაზე გადაცემა, ნასწავლის ერთ-ერთი გამოყენებაა. ეს შეიძლება იყოს კომერციული ბიზნესი, შეიძლება იყოს სხვა რაღაცა ვალუტაში გადახურდავებული იყოს, ცნობადობა იყოს, რეპუტაცია, მილიონი მიზეზია გააჩნია შენთვის რა არის ვალუტა რა. მაგრამ როცა სხვას ასწავლი, შენ თვითონ კიდე უფრო კარგად სწავლობ. სხვას რო აუხსენი, შენივე ნათქვამი, შენ თვითონ კიდე უფრო კარგად გაიაზრე. ნახე, სხვას ასწავლე და შენ უფრო მეტი იცი. თან ცოდნა ეგეთ რაღაცა, ვის არ არის, ხო ხვდები რაღაცა ნიფთი რომ მოგეცი და მე აღარ მაქვს. მე რო შენ ჩემი გამოცდილება გაგიზიარე, მეც დამრჩა და შენს მოგეცი. მაგრამ მე ცოტათი გავიზარდე. შენ რო შენი გამოცდილება გამიზიარე, გაზიარებით შენ კიდე უფრო მეტად გაიზარდე. ეგ არის. ამიტომ არასოდეს არ თქვა უარი, თუ ხედავ რომ ვიღაცა სადაც უკვე იქ არის, სადაც შენ გინდა რომ იყო. მზად არის რომ გასწავლოს, არ თქვა უარი. აუცილებლად ისწავლე. ოღონდ ეგრევე პარალელურად დაიწყე სხვაზე სწავლება ნასწავლის. ჩემს კურსებზე ყველაფერი არ არის მხოლოდ და მხოლოდ წლების წინანდელი გამოცდილების. ზოგიერთი არის 2 თვის წინ რაღაცა ვისწავლე ეგრევე რა, ხო არ გადავ რა მაგარი რაღაცა ჩემს მოსწავლეებს, სტუდენტებს, ოჯახის წევრებს ვუთხარი. რომ ვუთხარი, მე კიდე უფრო კარგად გავიაზრე. მიხდი ხო? ეგ ამბავია რა. მოკლედ ეგ არის. თავარი არის შენი რესურსები არ გაფლანგო. არასოდეს. არანაირი ფორმით. თუ გაფლანგავ, ეს გამოცდილება
გადაყიდე. როგორც ის დაკარგული 100 ლარი. და უნდა გესმოდეს, რომ რა ვიზარალებ, მაგრამ ხვალ ჯერმეც არ ვიზარალებ. ამიტომ თუ აქამდე რაღაცები დაგიკარგავს, არა უშავს მაგას ვერ შეცვლი, მაგრამ რასაც შეცვლი არის იმ სარგებელს, რომელიც ამ დანაკარგიდან შეიძლება დაიბრუნო. და ერთ-ერთი ჩვენზეა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეგ ამბავია.